ორგანიზაცია თუ წმენდა საჯარო სამსახურში ვაკვირდებით თუ არა ახლა ივანიშვილის რეჟიმის ფინალურ იერიშს, რომლის ამოცანაა საჯარო სამსახური პარტიულ აპარატად გარდაქმნას. წლებია ქართული ოცნება ავიწროვებს პროფესიონალ კადრებს. ჯერ წინა ხელისუფლების დროს დასაქმებულები იყვნენ სამისნე, ყველას ნაცად გამოცხადების პრაქტიკა თავიდანვე დაინერგა. შტატებს ხან ამცირებდნენ, ხან ხელოვნურად ზრდიდნენ, შემდგომ უკვე პარტიისთვის ლოიალური პირებით. ეს ძირითადად საარჩევნოდ ხდებოდა ხოლმე. საჯარო სამსახურებში დასაქმებულები პარტიამ რომ ადმინისტრაციულ რესურსად მიითვალოს და გამოიყენოს. შემდგომ დევნიდნენ ყოფილი პრემიერის კადრებს, მას შემდეგ რაც გიორგი გახარია ივანიშვილმა მოღალატედ გამოაცხადა. ამის მერე დგება 2024 წლის 28 ნოემბერი, როცა ოლიგარქის პრემიერმა ოფიციალურად თქვა უარი ევროინტეგრაციის გზაზე. საჯარო მოხელეებმა კი ევროპული კურსის მხარდასაჭერად პეტიციას მოაწერეს ხელი. ხელმომწერების დიდი უმრავლესობა სამსახურის გარეშე დარჩა. ახლა კიდევ ერთი ეტაპი დაიწყო. რეორგანიზაციის სახელით სამსახურიდან უშვებენ მათ, ვისაც ერთხელ მაინც განსხვავებული შეხედულება გამოუთქვამს, შეწინააღმდეგებია სისტემას. ეს წმენდა ზოგ შემთხვევაში ერთდროს პარტიულად ერთგულ ხალხსაც შეეხო. ასეთია რეჟიმის ბუნება. ამ წუთებში რეგიონებში კვალიფიციურ კადრებს სამსახურს ატოვებინებენ. ათეულობით მოხელე კარგავს შემოსავალს. ხმაურიანია პროცესი გორში, ზუგდიდში, ჩხოროწყუში, წალენჯიხაში. ჩვენ ახლა სამი ისტორიას მოგიყვებით. სამივე შემთხვევაში გათავისუფლებულები სასამართლოს მიმართავენ და პოლიტიკური ნიშნით დევნას გაასაჩივრებენ. სამივე საქმეში ფორმალური საფუძველი სისტემამ წინასწარ მოამზადა. ძირითადად ეს საკადრო და სტრუქტურული ცვლილებებია. ხათუნა გოგუა უნდა გაგაცნოთ, ქალი, რომელიც თავად დევნილია და 1997 წელს, ჯერ კიდევ მაშინ, ამერიკელი დონორების დახმარებით საკუთარი ხელითა და ოჯახის მცირე რესურსით საბავშვო ბაღი წითელგუდა გახსნა. ფართიც თავად გამოყო დევნილმა საკუთარი სივრციდან. ასევე ინგირში სკოლის გარეშე დარჩენილი დევნილი მოსწავლეებისათვის სკოლა მოაწყო, რომლის მიზანი იყო დევნილ მოზარდთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია. არც ერთი ხელისუფლების დროს პარტიული დავალება არ შეუსრულებია, არა და როგორც საბავშვო ბაღის გამგეს შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორ მოსთხოვდნენ მით უმეტეს წინასაარჩევნოდ. ეს პრობლემაა სისტემისთვის, როდესაც პოლიტიკური დავალების შემსრულებელი არ ხარ. 33 მილიგრამი მარილის და 400 გრამი კარაქის დანაკლისი მთელი წლის განმავლობაში და 8 წუთიანი დაგვიანება. ეს არის ფორმალური საფუძველი, რის გამოც ქალი საკუთარი ხელით შექმნილი დაწესებულებიდან უაპელაციოდ გამოუშვეს, შეპასუხების შესაძლებლობას წაერთვა. ეს ყველაფერი არ არის ფონდებისა და შემდგომ ადგილობრივი ხელისუფლების მონაწილეობით. ხათუნა გოგუა ბაღ წითელგუდასთვის ახალი შენობის აშენებას ჩაუდგა სათავეში, მოამზადა პროექტი, ფაქტობრივად ყოველდღე დარაჯობდა მშენებლობას. ამერიკელი დონორების დახმარებით გოგუას მიერ შეძენილი ინვენტარის ნაწილი ახალ შენობაში გადაიტანეს და ახლა არავინ იცის გადავა თუ არა წითელგუდას სტატუსით ბაღი ახალ დაწესებულებაში. ხათუნა გოგუა აპოლიტიკურია, მაგრამ მოქალაქეობრივი პოზიცია გამოხატა, დარბევების შემდეგ იმყოფებოდა საპროტესტო აქციაზე. 98 წელს როგორც ყველგან საქართველოში ძალიან ჭირდა ზუგდიდში ცხოვრება, განსაკუთრებით დევნილებისთვის და მით უფრო ქალებისთვის. დევნილი ქალები დადიოდნენ სასაფლაოზე, რობოტები შეეგროვებინათ, შემდგომ დღის ბოლოს ჩაებარებინათ და ამით პური ეყიდათ. და ამან გადამაწყვეტინა, რომ საკუთარი დევნილის ფართიდან დამეთმო ერთი პატარა ოთახი ბავშვებისთვის. მე დამეხმარა ამ კეთილის საქმის კეთებაში ჩემი აფხაზი დედა. არანაირი სამინისტროსთან დაცულობა არ მქონდა, გამომდინარე იქიდან, რომ ფაქტიურად ახლობელი არავინ არ მყავს და ასნასობი მყავდა, რაც ერთ-ერთი მიზეზია ალბათ იმის, რომ მე ძალიან ხუსნაბიჯებით მომიწია ჩემი 30 წლიანი სფეროში მოღვაწეობის მანძილზე პრაქტიკულად წინ წარწევა ვერ მოახერხე და არც მქონდა ამბიცია, თუმცა ხო ჩემი დღევანდელი განთავისუფლების მოტივაცია გახლავთ ის, რომ მე მთლიან რომ პოლიტიკურად ვარ აი ოპოზიციურად განწყობილი, რასაც ვადასტურებ, რომ მაქვს განსხვავებული შეხედულება გარკვეულ საკითხებზე და ამის გამო აქციაზეც ვიყავი გასული, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა ხმამაღლა თქვა, რომ არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან არ თანამშრომლობ და არც ერთ არა ვარ პარტიული ადამიანი, ვარ ჩემს პროფესიაზე შეყარებული, ვიყავი, ვარ და ვიქნები კიდევ
განხილვაც. 3 მადლობის ოფიციალური წერილიც მიმიღია, აი ახლა რომ გავიხსენე და გადავავლე თვალი, ანუ რადიკალურად განსხვავდება აფხაზეთის სამინისტროს ქუთქვეშ მოღვაწეობასა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მოღვაწეობის აი ამ ორ ეტაპს. სოფელ ინგერში 3 ბაღი არის, 3 ბაღიდან ერთი არის წითლოქუდა, რომელიც მე დავაფუძნე ცარიელი ხელებით და ეხა უკვე ახალი ბაღი არის აშენებული, რომლის მშენებლობაში უდიდესი წვლილი მე მიძღვის, სადაც მონაწილეობას ჩემთან ერთად ღებულობდნენ ამ წვლილში არ შემიძლია არ დავასახელო ფონდის სოხუმი, დევნილ ქალთა ასოციაცია თანხმობა და 10-10. ჩემი გაშვების მიზეზი მხოლოდ ის არ არის, რომ იქ რაღაცა პოლიტიკურად ესე ოპოზიციურად განწყობილს მიწოდებდნენ და მე მათ რაღაცნაირად გუშლივი ხელს, არამედ მე ვფიქრობ, რომ რეორგანიზაციის პროცესიც არის ამ საქმეში კავშირთან, იმიტომ რომ 3 ბაღიდან ალბათ 2 ან 1 ბაღი უნდა დარჩეს და რომელი ბაღი უნდა დარჩეს, თუ ხათუნა ბაღის გამგე იქნებოდა, ცხადია ხათუნას მიერ და ხათუნას ინიციატივით აშენებულ საბავშვო ბაღში თავისთავად ხათუნა და მისი ეს დევნილი მასწავლებლების ჯგუფი უნდა შესულიყო, მაგრამ თუ ხათუნას საბავშვო ბაღიდან ესე გაწევდნენ გვერდზე, ну მაშინ უფრო სხვა სიტუაცია იქნება. აქვე კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ მე არც გუბერნატორის მეზობელი ვარ, არც ნათესავი ვარ, არც მერის, არც ადგილობრივი საბავშვო ბაღების დირექტორის მეზობელი ვარ და ახლობელი ვარ, რაც დიდწილად მუშაობს ეს საქართველოში და ზუგდიდში განსაკუთრებით. სამართლებრივი დავისთვის ემზადება მერი შენგელაიაც, ზუგდიდის საკრებულო საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი. მისი განყოფილება რეორგანიზაციის შედეგად გააუქმეს. შენგელაია დარწმუნებულია, რომ რეალური ამოცანა მისი გაშვება იყო. მიზეზი კი პოლიტიკური შეხედულებებია. ქალი გახარია საქართველოსთვის პარტიის წევრია, ამბობს, რომ 13 წლიანი საქმიანობის განმავლობაში პოლიტიკური პრეფერენცია და საჯარო სამსახურის საქმე ერთმანეთში არააურევია. განთავისუფლება ვერ მოხდებოდა ჩემი განყოფილების გაუქმების გარეშე და სწორედ ეს იყო მიზეზი განყოფილების გაუქმებისა. მე 13 წელია ვარ საჯარო მოხელე, მთელი ამ დროის განმავლობაში არანაირი დისციპლინური გადაცნობა არ მქონია, შეფასებებიც გარკვეული დროში ხდება და ეს ყველაფერი ნორმის ფარგლებში მქონდა. სხვა თუ არაფერი, ეს არის პირდაპირ პოლიტიკური დევნა იმ ადამიანების, ვისაც საჯარო სამსახურში დღესაც აქვთ განსხვავებული აზრი, ის აზრი, რომელიც არ მოსწონს ქართულ ოცნებას და საბოლოოდ ცდილობენ ჩაახშონ განსხვავებული აზრი. ეს არის ნათელი, კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ ქართულ ოცნებას სხვა არ აინტერესებს, მხოლოდ საკუთარი პარტია და საკუთარი აზრი. პარტია და საჯარო სამსახური აქვთ გაიგივებული. მე ვემსახურებოდი დღემდე და ვემსახურები ჩემს ქვეყანას და ჩემს ქალაქს, მაგრამ მათთვის ეს მიდგომები და ეს დამოკიდებულება სამწუხაროდ სულ სხვა არის. მათ აქვთ პარტიული ინტერესები და საჯარო სამსახური ერთმანეთთან გაიგივებული. რაც შეეხება შემდგომ მოქმედებებს, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, მე აუცილებლად ვაპირებ სამართლებრივ დავას, იმიტომ რომ ეს არის პირდაპირ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლება, იმიტომ რომ მე ვარ პარტია გახარია საქართველოსთვის აქტიური წევრი და მხარდაჭერი, მე ეს არასოდეს არ დამიმალია, ამას ღიად ვამბობდი და ვაფიქსირებ, უბრალოდ ჩემი სამსახურეობრივი მოვალეობის დროს საჯარო სამსახურში მუშაობის საათებში ვერავინ ვერ იტყვის იმას, რომ მე პარტიულ ინტერესებს რაღაც დონეზე მაინც ვატარებდი. ესა მე ვემსახურებოდი ჩემს ქალაქს, ჩემს ქვეყანას, ისე როგორც არის საჯარო სამსახურში ქცევის წესი და არა პარტიაში. სადავო რეორგანიზაცია მიმდინარეობს გორშიც. მერიიდან 50-ზე მეტი თანამშრომელი გაუშვეს, სრულად გაუქმებულია სპორტის დეპარტამენტი. საკითხის დამტკიცება საკრებულოში ხმაური მოყვა. სამსახური რეორგანიზაციის საფუძველით დაკარგა მარტოხელა დედამ. თია კეჩხუაშვილმა, რომელიც ამბობს, რომ დეპარტამენტის გაუქმება და საბოლოოდ მერიიდან გათავისუფლება მის წინააღმდეგ დაწყებული დევნის ლოგიკური გაგრძელება იყო. კეჩხუაშვილი სამართლებრივ ბრძოლას აანონსებს. მე 14 წლის განმავლობაში მუშაობდი დღემდე, ანუ დღემდე თუ 15 აგვისტომდე, გორის მუნიციპალიტეტის მერიის, შემდგომ გორის მერიის სპორტის განყოფილებაში, რაღაცა გარკვეული პერიოდი ვიყავი განყოფილების უფროსი. მაქვს უამრავი, აბსოლუტურად უამრავი პროექტები გაკეთებული. ეს ყველაფერი ჩემი განთავისუფლების ამბავი დაიწყო ზუსტად 2 თვის წინ, როცა მითხრეს, რომ უნდა დაბეჭდილიყო ამავე განყოფილების, ზუსტად ამავე სამსახურის უფროსის მოადგილის წიგნი.
მე ამას შევეწინააღმდეგე, რომ მე ვუთხარი, რომ ეს იყო ინტერესთა კონფლიქტი და არანაირად არ შეიძლებოდა რომ დაბეჭდილიყო. შემდგომ წიგნი მაინც დაიბეჭდა სხვა განყოფილების ბიუჯეტიდან და აი ამ დღიდან დაიწყო ჩემი სამსახურეობრივი დევნა. დატოვეს ერთი განყოფილების უფროსის და სპეციალისტის შტატი და ზუსტად 3 დღეში იმის გამო რომ მიხვდნენ რომ სამართლებრივად ვერაფერს ვერ მიშვებოდნენ, ანუ ერთი სტატის რო დარჩენილიყო, შემდგომ გააუქმეს თლიანი განყოფილება და შუალედში ამას უძღოდა ის რომ მე მერის სახელზე დავწერე წერილი, სადაც ჩამოვთვალე ზემოთ აღნიშნული ფაქტები, რომ ჩემს წინააღმდეგ იყო ინტერესთა კონფლიქტი, წიგნის დაბეჭდა და შემდგომ ჩემს წინააღმდეგ მიმდინარეობდა სამსახურეობრივი დევნა. აი ესე გააკეთეს, გააუქმეს მთელი განყოფილება. მე რა თქმა უნდა მათ გონიათ რომ სამართლებრივად ყველა გზა მომიჭრეს, მაგრამ მე მაინც მოვნახავ ხრელს ჩემს იუსთან ერთად და აუცილებლად სამართლებრივად გავაგრძელებ, ასე ვთქვათ, ჩემი უფლებების დაცვას.